მოგესალმებით, დადგა სამშაბათი საღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია. მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები და პატრონები და მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვისაც დღეს მოკითხვა ახარებს ჩვენი და ვინც როგორც ნეულებასა შინახარ ძალიან ბევრი ლოგინა ჩავარდნი რაღაც მირეკავთ წერთ ხოლმე რომ რაღაც გიხარიათ რომ აქედან კითხულობენ მოძღვრები როგლოცავენ და მინდა რომ სიხავი და ბედნიერება გისურვოთ ყველას გამოჯანმრთელება და ყველაფერი კარგი გისურვოთ და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ძალიან მაგრამ იხარია მამა შალვა კეკელია მამაო დაგლოცე ძალიან დიდი ხანია არ ყოფილხარ და ძალიან გვახარებს თქვენი სტუმრობა და დაგლოცე თუ შეიძლება მართლა დაგლოცოს ვინც მოიკითხეს ადამიანები მართლა დაგლოცოს ქართველები რომელიც უცხოეთში ცხოვრობენ განსაკუთრებით ადამიანები ვინც უზრუნველობაში არიან საწყოს არიან მოჯაჭულები უყურებენ ამ გადაცემას იმედი აქვთ ერთადერთი ღვთისა რომელიც მათ შეეწევა და ღმერთი შეეწიოს მართლა დაგლოცოს ადამიანები და ღვთის კურთხევა და წყალობა არ მოაყოლოს ადამიანები რომლებიც განსაწყისში არიან დღეს ჩვენი ქვეყანა უმძიმე მდგომარეობაში ბევრი ადამიანი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ზოგს ვალი აქვს ზოგმა სახლი გაყიდდა საკარის გარეშე დარჩა და მინდა რომ ეს ადამიანები დაღლოცულები და გახარებულები იყოს ღმერთი შეეწიოს ამ ადამიანებს და ღვთის კურთხევა წყალობა არ მოყლებოდეთ და ღვთის მადლი იყოს ამ ადამიანებზე დიახ, ძალიან დიდი მადლობა და მამაო, დღეს თემაც ისეთი ავარჩიეთ, აი, კარგი რამ ახსენეთ თქვენ ახლა, რომ აი ადამიანები რომ ამას გაექცნენ, ბევრი ადამიანი ძალიან და ეხლა ქართველები საქართველოში ხა, იმათ აი მოლაპარაკე ისეთი ჭორიკანაერი არ არის. საერთოდ თვითონ საქართველოში მცხოვრები ადამიანი არ არის ისეთ იმდენად, მაგრამ მაინც ინტერესდებიან იმით, სხვისი ცხოვრებით, რაღაცა. ზოგი მაგალითად შეიძლება რაღაცას გაურბის, ან რაღაცა ნუგეშპოულობს და აი ეს როგორ უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ აი სხვისი ცხოვრება, მისი სანუგეშებელი ზოგჯერ არის ის მომენტი, რომ სიტყვაზე შეიძლება ცუდი მოდიოდეს ვიღაცას და შენთვის იყოს ნუგეში, იმიტომ რომ შენ იმაზე ნაკლები ცუდი მოგივიდა და ასე შემდეგ. აი სხვისი ცხოვრებით ცხოვრება რამდენად არის მიღებული, იმიტომ რომ ადრე არ იყო ეგრე, ყველა სხვანაირად იყო დასაქმებული რაღაცა და არ ეცალა სხვისთვის და სხვისათვის და დღეს აი მოიცლიან მამაო იმ ქვეყანაში ხა ადრე ესეთი ისიც არ იყო, რომ სიტყვაზე დღეს აი სერიალები ისინი დღეს ყურებადია ის სხვისი ცხოვრებით, სხვა რაღაცა მაგალითები ცხოვრობენ და ამ დროს ამ მაგალითებს შეიძლება აგერიოს და სხვისი ცუდით იცხოვრო და ასე შემდეგ და რაღაცა სიბოროტე გამოგივიდეს და რატო არის მამაო და რა ზიანი მოაქვს ადამიანისათვის სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას? რაც შეეხება ამ თემას, საერთოდ ეს სენი, ეს ადამიანის სენია, საერთოდ ეს მარტო ეს ქართველის სენია, რაღაც ესეც არ შეიძლება რომ ვისაუბროთ, რომ მარტო ქართველი ამ სენი დაავადებული და მაგალითად სხვა ქვეყნის შვილი ამ სენი დაავადებული არ არის. ეს არის ადამიანური დაავადება, ანუ სულიერი დაავადება ადამიანისა, როცა ადამიანი იწყებს სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას და საკუთარი ცხოვრება არ გაინტერესებს და სულ ფიქრობ იმას, მაგალითად აი ჩვენ ერში ეს განსაკუთრებულად არის ალბათ და ბევრჯერ ჩვენც შევხები ვართ ამას ალბათ ამ ყველაფერს, რომ ადამიანს აინტერესებს აი ჩვენთან იციან ხოლმე საკითხოს სვამენ ხოლმე რამდენი გაქვს ხელფასი სამსახურში რომ მუშაობს, ამ მაგალითად ესეთი რამე უცხოეთში არ ხდება ადამიანს კითხონ ახლა რამდენი გაქვს ხელფასი რაში გაინტერესებს რამდენი აქვს ან სად მუშაობს შენი მამიდაშვილი სად მუშაობს იმას რამდენი აქვს რამდენი იშოვა ბიზნესში რას აკეთებს როგორ აკეთებს რა რაღაც არის ეს რაღაცა ალბათ ეს უფრო აი ამ ადამიანი რომელიც ამ კითხვას სვამს ესეთ კითხვას ალბათ იმაზე ცოტა დაბალი დონის მანიშერებელი ადამიანისა თუ ადამიანი აი არ უკევ რაღაცა და ხშირად მეთქვამს ხოლმე მეგობრებში ზოგჯერ გაგვიხუმრობაც კი აი გავხუმრება ვიღაცას აი ზოგჯერ ხდება ეს ვიღაცა მითის მაგალითად ვიღაცის მამიდაშვილის მეზობლის ბიძაშვილი რო გათხოვდა ვიზე გათხოვდა სად გათხოვდა იმას რამდენი აქვს ხელფასი მამამისი სად მუშაობს რაღაც ეს არის აი ძალიან ცუდი რაღაც ალბათ და ძალიან დამანგრეველი ადამიანს არ უნდა გაინტერესებდეს ეს ამას ეკლესიური ხარ თუ არა ხარ ამას მნიშვნელობა არ აქვს ამას ესეთი შენ უნდა ცხოვრობ და შენი ცხოვრებით შენ უნდა ფიქრობ იმაზე რომ შენ როგორ გამოადგე შენ ქვეყანა შენ რა გააკეთო აი შენ რა სარგებლობა შეიძლება მოუტანო აი და მე არ ფიქრობ ახლა ადამიანი ვინც მუშაობს და ვინც ახლა თუნდაც არ მუშაობდე მაგრამ უამრავი საფიქრალი გაქვს და უამრავი პრობლემა გაქვს შევერ მოიცლოს სხვისი პრობლემები და სხვისი ესეთი თემების გასარჩევად ნამდვილად ვერ მოიცლი ძალიან უსაქმური უნდა იყო რომ მე მაგათ ახლა ნამდვილად არ რჩება დრო იმისთვის რომ ვარკვევ ახლა მაგალითად ვინ რა მდგომარეობაშია ვინ როგორ არის ერთადერთი სულიერი მხრივ შეიძლება გავარკვევ იმიტომ რომ როგორც მოძღვარმა ბრალთან დამოკიდებულებაში ვისამ მდგომარეობა აქვს ახლა ისმენდეს ჩვენ საუბარს ანუ წამოვიდოთ ადამიანი რო რეკავს და ახლა დავინტერესდი ამით ეს უკვე ჩემგან პირიქით ვალდებულებაა რომ მე დავინტერესდი ადამიანების პრობლემებით ეს ჩემი ვალდებულებაა იმიტომ კი არ დავინტერესდე რომ გავარკვევ ადამიანის იმას მე რო დავეხმარო ან რითი შევძლებ დახმარებას და აქედან გამომდინარე შეიძლება მოძღვარი ამაში გაერკვე ესე შეიძლება პედაგოგი გაარკვეს თავის მოსწავლესთან დაკავშირებით, რატო ვერ ყვება მაგათად გააკეთოს რა პრობლემა აქვს და გაარკვევს მისი ოჯახური პრობლემები მოსწავლეს რომ მე დაეხმაროს მას,
იმიტომ რომ შეიძლება რაღაც იმას გაკუთოს ვერ ყვებოდეს, იმიტომ შენი მოსწავლე რომ მაშინ რაღაც პრობლემა აქვს ოჯახში და უმძიმეს მდგომარეობა აქვს და შეიძლება შენი მასწავლებლებს შეგძლოს დახმარება. ამ შემთხვევაში გამართლებულია შენ როცა რო არ ყვე შენ სხვის ცხოვრებას დახმარებიდან გამომდინარე, როცა შენ გინდა რომ დაეხმარო ადამიანს. თუნდაც ახლა თან რაღაც სამსახური გაქვს და რაღაც თანამდებობაზე ხარ და შეგვიძლია შენი რაღაც ეს მუშა რაღაცა რო აგვიანებს გაარკვე მისი პრობლემა, ეს გევალება კიდევაც. ამ ხრივ გარკვევა. თორემ ისე რაღაც ესე უმიზეზოთ ადამიანი არ ყვევდე რაღაცა ვინ სადა და ვინ როგორ არის, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და უმძიმესი მდგომარეობისგან მიანიშეს ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი. როცა ადამიანი ამას არ ყვევს და ეს მართლა საშინელია, მე ბევრჯერ მომისმენია, ზოგჯერ სახში ჩემთანაც რო ყოფილვარ, მოსულა მაგათ მშობლების მეგობრები და რაღაცა წასულა გარჩევები, რომ ის ამაზე გათხოვდა, ის იმის მამას თურმე ეს აქვს, იმის იმას თურმე ეს აქვს, აქ მუშაობს, იქ მუშაობს და სულ ბავშვობაში ძალიან მანგრევდა ეს ამას რო უსმენდი ხოლმე ეგეთ რაღაცებს და თუნდაც აი სადმე მოხვდები ან საზოგადო ტრანსპორტში და მიდის გაგარჩევები რომ ის იცი როგორ იმაზე გათხოვდა, იცის რა მოხდა, იცი რომ იმას ესეთი მეზობელი ყავს, ის იქ მუშაობს და მიდის ვიღაცების გარჩევა, ვიღაცების და ეს არის აი საზოგადო სენი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისა, რაც ძალიან მძიმეა და ალბათ აბსოლუტურად მიუღებელია ეს. ძალიან დიდი მადლობა მამო, თან რა არის იცით, აი ადამიანი ეძებს ახ სხვის ცხოვრებაში, ყოველთვის ეძებს უფრო ცუდს ვიდრე კარგს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მისი ცუდით იკმაყოფილებს იმას, რომ თვითონ რომ ცუდად იქცევა, მე რა აი ჩემზე ცუდად ეს იქცევა და რაღაც აი მაგალითად მოყავს ხოლმე უფრო იმას კი არ იმას იზამს, რომ აი სიტყვაზე ვიღაცა უფრო კარგია და მიბაძოს და დაეწიოს და გაასწროს. არა, იმას ცდილობს, რომ თავისი ცუდი განახოსო თვითონ აღმოჩნდეს კარგ მდგომარეობაში და კარგი. აი ეს როგორ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ძალაუნებად სხვის ცხოვრებით რომ ინტერესდები, კარგს იქ არ ეძებ. თუ კარგია, მაშინ რაღაცა შურს ეძებ, იქ რომ აი იმას ეს ყავს, იმას ეს აქვს, ეს მომენტი. ან ცუდს ეძებ და კმაყოფილ ხარ, იცი, აი მე რა მოხდა იმას, აი თუ ეს აქვს, ამაგეროთ აი ეს ეჭირს და რაღაცა და იქ ადამიანი რაღაცა ეგოისტურად რაღაცნაირად ბოროტი არსება ხდება ამ ცოდვებიდან გამომდინარე და აი რა რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე მაგაზეც მიფიქრია და ძალიან ბუჯი ეხქრი ამაზე და ჩემი თავიც გამომიჭერი ამ ცოდვაში. აი ძალიან ბუჯი გამომიჭერი ჩემი თავიც რომ არის ხოლმე ეს ხდება ხოლმე ადამიანი რაღაცა სხვის პრობლემებს ყვები, სხვის ცუდს ხდები, სხვის ცუდს ყვები ხოლმე, იმიტომ რომ შენი უპირატესობა წარმოაჩინე ხოლმე ზოგჯერ ადამიანების წინაშე. მეც დამართნია ეს რომ მე ძალიან ხშირად ადრე კიდევ არ მესმოდა თავიდან ეს ახლა უფრო ნელა ალბათ ახლა მესმის კარგად ბოლომდე, მაგრამ მინდა რომ ყოველ შემთხვევაში ვიცოდე და ღმერთის წინაშე მინდა რომ მართალი ვიყო ამაში, მაგრამ ქონე ხოლმე შემთხვევა რომ აი ადამიანი განმეკითხავს. განსაკუთრებულად სასურველ პირების განკითხვა დამიწყია. ადამიანები ყოფილა საზოგადოებაში შეკრებილი რამოდენიმე ადამიანი და მისაუბრე ამ წინაშე და მისაუბრე რომ ზოგიერთი მოდელი როგორც უცაქციელ შადის. და მე საკუთარი თავი დამიჭერია იმაში რომ ამას ყვებოდი იმიტომ რომ ჩემი თავი წარმოაჩინე რომ მე როგორი კარგი მოდელი ვარ. და ამის გამო გამიკეთებია ეს. რომ აი შენი თავი წარმოაჩინე რომ აი შენ ესეთი არ ახარ. ანუ შენ იმათნაირი არ ახარ, შენ უფრო მაგარი ხარ, შენ უფრო კარგი ადამიანი ხარ, შენ ესეთ რამეს არ იკადრებ, რასაც ისინი იკადრებენ, შენ ეგეთ რამეს ხორებაში არ გააკეთებ. არის ხოლმე ადამიანს აქვს ეს არის ეს ყველაფერი შეიძლება გადავიტანოთ ეს სამსახურებში ან ადამიანთან ურთიერთობაში რომ ადამიანი ყვება სხვის ცუდს იმიტომ რომ აი თავისი თავი წარმოაჩენს უფრო უკეთესად. და თუ ალბათ ადამიანები ვინც ამას აკეთებენ, ჩაუღრმავდებიან საკუთარ თავში, მიხვდებიან ამას იმიტომ კი არ ყვებიან რაღაცის გამოსწორება უნდათ. ამას ყვებიან იმიტომ რომ საკუთარი თავი უფრო კარგად წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე. და ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა. შენ თუ მართლა გინდა რომ კარგად წარმოჩნდე, ამის ხარჯზე არ უნდა წარმოჩნდე, რომ აი ვიღაცის გალანძღვით, ვიღაცის განკიქებით, ვიღაცის ცუდის რაღაცა საქციელით დაანახე, აი თუნდაც აი ზოგჯერ ხდება ხოლმე პოლიტიკოსებმა იცანეს განსაკუთრებულად მე იცი რომ პოლიტიკაში არ ვერევი, არც მაინტერესებს საკითხები, არც ერთი პარტიის მომხრე არ ყოფილა ცხოვრებაში არც არ ვიცი, რომ ჩვენთან ყველა ადამიანი მოდის ახსარებაზე იმ პარტიიდანაც იმ პარტიიდან ჩვენ რომელთიც მოგვაჭირენ ყველა ერთნაირად აქ, იმიტომ რომ ყველა ღვთისმშობელია, ყველა ადამიანი ღვთისმშობელია, ჩვენ ესე ვუყურებთ და უბრალოდ რაცაც ხედავ ხოლმე ზოგჯერ უნდათ რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს, სხვისი ცუდი წარმოაჩინოს. ანუ თვითონ კი არ უნდა რომ საქმე გააკეთოს და საქმით ანახოს ის, რომ მაგათაც მე კარგი ვარ. უნდა რომ სხვისი ცუდის მხრივ თავიანთი კარგი წარმოაჩინოს. ეს არის საზოგადო ადამიანები და ყველა ეს ყველა ჭილს შეიძლება განვიხილოთ და აი ყველგან შეიძლება ყველა სიტუაციაში შეიძლება ეს მოვარგოთ ესეც უნდათ რომ და ეს არის ძალიან ცუდისება ადამიანის, როცა ადამიანი აკეთებ ამას, აქედან გინდა წარმოაჩინოს შენი თავი. სხვისი განკითხვით, სხვისი ცუდის განშით, სხვაზე ცუდის ლაპარაკით რომ აი მე ისეთი არა ვარ. გახსოვთ აი ჩვენ ხშირად ჩვენ გადაცემაში ხშირად გვიქონს ხოლმე ეს მეზურისა და ფარისეულის სიგავი, ხშირად მოყავს ხოლმე ეს მაგალითი რომ
აი ფარისეული რომელიც ტაძარში შევიდა და დაიწყო ლოცვა რომ აი ღმერთო ძალიან დიდი მადლობა ღმერთო უღრმესი მადლობა ღმერთო აი ძალიან რომ ესეთი კარგი ვარ ღმერთო აი ამას არ გავარ ამ მეზვერეს არ გავარ ესეთი ცუდი არა ვარ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ღმერთო აი ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანი ვარდება რომ საკუთარი თავი ადამიანი კმაყოფილდება კმაყოფილი თან გონია რომ თვითონ ძალიან კარგია ისეთი არ არის როგორც ხვები არიან და ამით რაღაც საკუთარ თავს წარმოაჩენს რაც ალბათ ვფიქრობ რომ ეს ადამიანს ძალიან აზიანებს ეს მდგომარეობა და მეც პირადად ძალიან დაუზიანები ვარ ამას როგორც კი საკუთარი თავი აი გამოვუჭინე ამ მდგომარეობაში რომ ამის გამო გამეკეთებია ეს ხო აი მოხდა როგორი აი დაბიო ხარ და როგორი პატარა კაცი ხარ ესე დროს რომ გინდა ამი წარმოაჩინო საკუთარი თავი და ეს არის ძალიან მძიმე როცა ამის ხარჯი ხდება შენი ვითომ კარგი იმის წარმოჩენა დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამა ურახანცე ამ საკითხს შეეხეთ და მინდოდა კიდე მეკითხა რომ აი რა ზიანით მოდიან ზირთად ესეთი ადამიანები და რას ურჩევთ იმ ადამიანებს ვინც მართლა მე ვიცნობ აი რა ძალიან ბევრი ესეთ ადამიანს ვინც ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით და აი რა ემართება შემდეგ და როგორ უნდა გამოსწორდნენ ეს ადამიანი ალბათ ძალიან ბევრი ადამიანის კითხვას გისვამთ იმიტომ რომ ზირთად ჩვენთან ეგრე ხდება ხოლმე რა ვიცი ესე ალბათ გიორგი ფიქრობ იმას რომ ალბათ ამ კითხვას სვამს ადამიანი ვისაც გამოსწორება არ უნდა პირველ რიგში იმიტომ რომ როცა შენ ფიქრობ იმაზე რომ სხვები არიან გამოსასწორებელი და სხვები უნდა შეიცვალონ თუ ეს კითხვა გაქვს აი როგორ უნდა შეიცვალოს ეს საზოგადოება აი როგორ უნდა შეიცვალოს ეს საზოგადოება აი ნახე რა დღეში არიან ნახე რა დღეში ვარდებიან როცა ადამიანს ესეთი წარმოდგენა აქვს ხებზე ხო ფიქრობ რომ ის თვითონ აუძიმეს მდგომარეობაში იმიტომ რომ საკუთარი თავით ალბათ ამას არ ცდილობს კი შეიძლება ეს კითხვა გამართლებულიც იყოს ნაწილობრივ იმიტომ რომ მართლა შეიძლება ეს ჯანსაღმა ადამიანებს დასვას ეს კითხვა რომელსაც პრობლემები აწუხებს და ძალიან ტკივა ეს პრობლემა მაგრამ აი ესეც შეიძლება იყოს და გამართლებულიც ეს კითხვა ესე და სწორადაც შეიძლება დაიცვას ეს კითხვა ამ ხრივად შეიძლება სწორად დაიცვას ეს კითხვა რომ დასვა კითხვა რა გვეშველება როცა ამ მდგომარეობაში არის როცა ესეთი მძიმე მდგომარეობა აქვს ადამიანს პირველ რიგში რა არის აი ალბათ გახსოვდა იოსოფიას წარწერა დიდი მით საკურთხეველში დიდი წარწერა გაკეთეს რამე წერია რომ შეიცან თავი შენი ადამიანი რომელიც საკუთარი თავის შეცნობას იწყებს ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე შრომას იწყებს მე არ მგონი ადამიანმა შრომა დაიწყოს საკუთარ თავზე გამოსწორება დაიწყოს ადამიანმა და დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა შეცვალოს ცხოვრება რომ მან ვინმე განეკითხოს ან ვიღაცას ცუდი თქვას ან რამე აი ვიღაცის ცხოვრებაში ჩაერიოს იმ ხრივ რაღაც ამით თავის თავი წარმოაჩინოს ეგეთი რამე გამორიცხულია შეიძლება შეცდომები ადამიანმა დაუშვას ანუ შეიძლება რაღაცა პრობლემები შეგვხვდეს შეიძლება ადამიანს რაღაცა შეგეშალოს აუცილებლად და ეს ბუნებრივიც არის რომ ადამიანები ვართ ჩვენ სრულყოფილები არა ვართ სრულყოფილებისკენ მივდივართ ადამიანები სრულყოფილებას ვახცევთ ჩვენ და ადამიანი ამისკენ მოწოდებული ადამიანი უნდა განეხრთოს და ამ განხრთობის გზაზე შენ უამრავ შეცდომას უშვებ ადამიანურად ხო ადამიანი ხარ ძალიან ბევრ პრობლემას აწვდები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ და რასაც ურჩევდი ამ ადამიანს ერთადერთი შევარი ჩემი აზრით რომ პირველ რიგში საკუთარ თავში ჩაიხედონ და როგორც ახარებაის წერია სხვის თვალშიო ბეწო ნუეწებო ჯერ საკუთარი თვალიდან დირი ამოიღე როცა საკუთარი თვალიდან დირის ამოღება შეძლებ მერე სხვის თვალს შეგიძლია ბეწვი მოძებნო და იმას ბეწვი ამოუყო მამა, აი მაშინ სხვა როგორი მაგალითი უნდა იყოს ადამიანისათვის და იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მე მესმის რა იცით მამა, ბევრი ადამიანი არის სუსტი და ანუ ეძებს ვიღაცას ვინც იქნება თავისნაირი, ხო? ჩვენთან ხო ეგრე არის, ყველა ერთნაირი თავისნაირთან მეგობრობს, ხო და რაღაც ზოგი არის რომ სისუსტე გამომდინა, იცი არის, აი მარტო მე არ არის რომ სიტყვაზე არ მაქვს სიტყვაზე რაღაცა მანქანა იმასაც არ ყავს რაღაცა და არიან ადამიანები რომლებიც სიტყვაზე იკმაყოფილებენ ამით თავის და ამასაც ღმერთი უშვებს რატომღაც ხო ხდება რომ ღმერთისგან არის და ღმერთმა დაუშვა რომ ის რაღაც სუიციდამდე არ მივიდეს ხო რაღაცამდე ხო აი ამ შემთხვევაში მამაო რა უნდა ზოგი მართლა ბოროტად კი არა უბრალოდ აი სიტყვაზე რაღაცას განჯის რაღაცა ზოგი ასაკის გამო რაღაცა ხო აი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნან მამაო განჯა საერთოდ აი განჯა ცოდვა არ არის თორსა შენ რამეს განჯი და როცა შენ აზროვნებ ადამიანი მოაზროვნე არსება არის ადამიანი პირიქით ადამიანს ევალება რომ უნდა განსაჯოს ყველაფერი და თავის მდგომარეობა განსაჯოს თუნდაც შეადაროს სხვასაც თუნდაც საკუთარი თავი და იფიქროს რომ აი მადლობა ღმერთო რომ აი მე მარტო არა ვარ ამ მდგომარეობაში და თუნდაც აგერ სხვაც ყოფილი აი ძალიან კარგია პირიქით ეს ცუდი კი არ არის გიორგი ეს პირიქით კარგია რომ მაგათად მე რომ რაღაცა არა მაქვს და მე რაღაცა მიჭირს ხო და რომ მივდივარ მანქანით თუნდაც რომ გზავრობ ქუჩაში რომ მივდივარ და ხედავ რომ ვიღაცა ნაგავში იქება და იქიდან საჭმელს იღებს და მე დღეს შეიძლება რაღაცა განხვარი პური მქონდა და შევჭამე სახში ხო
მე თუნდაც მარტო ამის გამო მადლიერი ვარ ღვთისა, იმიტომ რომ აი მადლობა ღმერთო, ჩემი შვილები ნაგავშარი ქექებიან და აქედან არ გვიწევს საკვირველთაობა და რაღაცა მაინც მაქვს. ეს პირიქით კარგიც არის, სადაც როცა ადამიანი ესე შედარებას ახდენ რაღაცასთან დაკავშირებით, ადარებ რა ვინმე საკუთარ თავს, თუნდაც ადამიანს, რომელსაც შენზე უძიმეს მდგომარეობაში, თუნდაც აი ფიზიკური მდგომარეობიდან, ხო? აი ერთი ის მახსოვს ერთი ინტერნეტში შესწი ვიდეო იყო და ვიდეო კოლაჟი იყო და თუ ისა ნახატი იყო ერთი და გონებაში ჩამჩეს ნახატი ძალიან ერთი ადამიანი ეხატა ეს ადამიანი, რომელსაც ფეხსაცმელი არ აცვია. და ფეხშველა ეს ადამიანი და უყურეს ფეხს და გონებაში ოცნებობს რომ აი ნეტარ ფეხსაცმელი მქონდეს რომ ეს ადამიანი ოცნებოდა აი რა მოხდება რომ ფეხსაცმელი მქონდეს ამ და ფეხშველა რატო დავდივარ და ამოცნებაში და ამ დროს გამოვიდეს ადამიანი რომელსაც ფეხები არ აქვს და ეს ხის იმაზე გორგოლაჭებზე დგას და იმით ხელით ესე მოგორავს ამას ასვალზე და შეხედავს ამას რომ აი ამას ფეხები არ აქვს და გახარებული ესე გაიშლება ბეჭებში და მადლობა ღმერთს შეხედავს ამ ფეხებს და გადაულის ფეხსაცმელი არ აქვს ანუ როგორი ბედნიერება რომ მე ფეხები მაინც მაქვს ანუ იმას ფეხსაცმლისთვის ფეხებიც არ აქვს რომ ფეხსაცმელი ჩაითვალოს და მე როგორი ბედნიერება რომ მე ფეხები მაინც მაქვს ანუ ეს შედარებითი მომენტი ეს როცა შეადარებს საკუთარ თავს ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს რომ თუნდაც აი მადლიერებაც გაგიშდეს მე ღვთისა რომ აი მადლობა ღმერთო რომ აი მე კიდევ ეს მდგომარეობაში არა ვარ ეს ჩემი აზრით გიორგი რაც ეს პირიქით ეს კარგიც არის ესე როცა ესეთი იმით ადარებს საკუთარ თავს თუნდაც ხვის ცხოვრება შეხედავ და შენ პრობლემა არ გაგიშდება იმ დიდარისა ლაზარესი გავირო არის რატო შეიწყალა ღმერთმა ლაზარე ხო მას არასოდეს არ ქონია ის რომ არც შური არც არაფერი ისეთი რომ აი წარმოიდგინე ადამიანი მთელი ცხოვრება დაწყურლებული იჭდა დიდრის კარებთან დიდარი ადამიანის კარებთან მთელი ცხოვრება წარმოიდგინე მთელი ეს რამოდენიმე წელი ესეთი მაშინ გაატარა ტკივილში გაჭირებაში და არასოდეს მას იმ დიდარი ადამიანს არ შეშურებია მისი ფიქრი რა იყო რომ გადმოცვიდებაო საჭმელიო მისი მაგიდიდან რომ ის ნამცეცები მაინც მაჭამაო ანუ იმ საჭმელზეც კი არ ოცნებობდა იმ მაგიდაზე რომ იდემ იმ საჭმელზეც კი იმდენად დამოკიდებულება ჰქონდა და ღმერთმა შეიწყალა ლაზარე იმიტომ რომ მას მადლიერება ჰქონდა ღვთისა მთელი ცხოვრება მადლიერებას გამოხატავდა ღვთის მიმართ და ის მიიღო რაც ღმერთმა მასზე დაუშვა და ბოლომდე მიიღო ეს ყველაფერი ანუ ტკივილი განსაცდელი დღეს ერთ-ერთ ჩემრევლთან ვიყავი გარდაიცვალა ჩემრევლის წევრი პატარა გოგონა თბილისის ბანკში მუშაობდა ახალგაზრდა ნათია სიმსივნე ჰქონდა მას ფეფილტვის სიმსივნე და გარდაიცვალა დღეს მე-13 დღე მისი გარდაცვალების ღმერთმა მოიხსენეს ღმერთმა სასწაულში დაამკვიდროს ერთადერთი შვილი ყავდა მიშობლებს და დღეს აი პანაშვიძე ვიყავი და იქ ხადაგიბიზოს ესეთი რამე უთხარი ამ ადამიანებს რომ აი წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი როგორი უბედურია ადამიანი რომელსაც სულის უკვდავების არ ჯერამეთ უბრალოდ ჩემთვის ვფიქრობდი ახლა ამას და თან ვეუბნებოდი აი როგორი მძიმე მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი რომელსაც სულის უკვდავების არ ჯერა აი რა მძიმე მდგომარეობაში უნდა იყოს წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი აი რომ უცებ დამთავრდა და აღარ ახარ არ არსებობ მაშინ ისთვის ცხოვრობ ადამიანი ამ ქვეყანაზე თუ სული უკვდავი არ არის თუ სული არ არსებობს მაშინ წარმოიდგინე რა მდგომარეობაში უნდა ესეთ რამე უთხრა რომ გაბრიელ ქიქოძე იყო ბედნიერი ადამიანი ყავთ ყველამის ხო ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსი რომელსაც ერთ დღეს 5 შვილი და მეუღლე დაეყობა და იყო მაინც ბედნიერი და სულ ფიქრობდი როგორ უნდა იყო ბედნიერი როდესაც ერთ დღეს 5 შვილი და მეუღლე დაგეყობა და გარდაგეცვლება იმის შემდეგ პირიქით უფრო მეტად იმოღვაწევა გაბრიელ ქიქოძე უფრო მეტი სიკეთი აკეთა არ არსებობდა ეპარქია სადაც მოღვაწეობდა რომ ტაძარი არ იყო სოფელში ტაძარი ააშენა და თუ დანგრეული იყო ტაძარი ყველა სოფელში ტაძარი აღადგინა და ყველა სოფელში სათაო წირა და ყველა სოფელში მიდიოდა მოღვაწეობდა სოფლიდან სოფლებში დადიოდა და ყველგან მსახურებას ატარებდა და ამ ადამიანს ჰქონდა ბედნიერება და საიდან ჰქონდა ეს ბედნიერება მადლიერება ჰქონდა ღვთისა ანუ მან ის რაც ღმერთმა მასზე დაუშვა მან ეს მადლიერებით მიიღო ღვთისა მიუხედავად ისა თავიდან ძალიან გაუჭირდა რამოდენიმე კვირა თვეების განმავლობაში ძალიან უჭირდა მას და მიიღება თავიდან ეს ანუ ეს პროცესი განსწრების შემთხვევა მას ძალიან გაუჭირდა რომ ეს ყველაფერი მიიღო მაგრამ მე მოწყლის დახმარებით მოწყლების დახმარებით მან მოახერხა ის რომ ეს ძალები მოეკრიფა და ღვთისთვის მიიღო საკუთარი თავი და ბედნიერება მოიპოვა ამით თუნდაც თავის შვილებთან შეერთები და მურთერთობი და როდესაც ახლა წარმოვიდგინე ხა პატარა გოგონას ამიტიხარ გარდაცვლილია რომელსაც ერთადერთი შვილი ყავს შობლებს მეტი შვილი არ ყოლა და რომ მიდიხარ და ხა როგორ უნდა ანოგეშს ადამიანი რა უნდა უთხრა ამ ადამიანს ახლა რამხელად ყივილია ხო ახლა როცა ვსაუბრობთ აი ამას რო შეადარა ხო ვიღაცა რო იდგა ახლა იმ ადამიანს რო შეადარებს თავს თვითონ ბედნიერად ჩათვლი საკუთარ თავს რომ მადლობა კი არა მაქვს არაფერი და თუნდაც სახლი დავკარგე კარი დავკარგე თუნდაც ხვის სახში ვცხოვრობ დღეს მაგრამ ბედნიერება შვილები მყავს და ოჯახი მყავს და რა ბედნიერება ეს ანუ იმასაშტარებით ვიღაცა შეიძლება ბედნიერი იყოს ამ ყველაფერში მაგრამ
ღვთის მადლი და ღმერთის შემწეობა ყველა ადამიანზე მაინც ისა ჩვენ ერთადერთი რამე გვავიწყდება ხოლმე ხშირად აი ჩვენც გადაცემებში საუბრობთ ხოლმე ხო ერთი რამე არის აი ჩვენი ძირითადი რის გამოც ეს გადაცემებია ხო რომ ადამიანებს გავაგებინოთ ღმერთი ძირითადი ამ გადაცემების არსი მიზანი ყველაფერი არის იმისკენ რომ ამ ადამიანებს ამ გადაცემის ყურებით გაიგონ თუ რა არის ღმერთი თუ ღმერთი შენ აი როგორ გექცევა ღმერთი ღმერთს რა უნდა შენგან რა დამოკიდებულება აქვს ღმერთს შენთან აი ეს არის ყველაფერი ყველა თემა რასაც კი შენ ამ გადაცემაში განიხილავ ხო მე ვიქნები ეს თუ ნებისმიერი მოწვარი ყველას აქვს ერთი მიზანი აქ ამ გადაცემაში რომ ადამიანებს ჩვენ წარუძღვით აქ ცხონებისკენ და გადარჩენისკენ და ეს თემები რაც ჩვენ შემოგავსმოთ და რაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ხო ეს თემები არის იმისკენ თუ ადამიანმა თავი როგორ უნდა იცხონოს ან როგორ უნდა გადაერჩინოს თავი ეს ეხება იმ ადამიანებსაც ამით ცხოვრება უნდა ანუ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრება უნდა მოწყობაც ესაა ჩვენ ნებისმიერ ეთერი იქნება ეს ქადაგება იქნება სუფრაზე მოხდებით ქორწილში ნაცვლობაში იქნება ეს თუ სადმე ქუჩაში სადაც კი ხდება მღვდლის ვალდებულება რომ ადამიანს წარუძღოს ცხონებისკენ დღეს ახლა და ეს არის შენ ანდრია პოლტოდების პარაკლისი ვიხდით ტაძარში და იქ როცა ამ საკითხებს კითხულობდი პირდაპირ ეწერა ეს სიტყვები ეწერო აი ანდრიაო გახტაო როგორც შეპირდაო მაცხოვარი ანუ იესო ქრისტე მასო მონადირე გახტაო კაცთაო ანუ მე ადამიანი რომელიც იყო მეთევზე და თევზზე ნადირობდა და ღმერთს ვაღუქვა რომ ის გახდებოდა მონადირე ადამიანს არ მოინადირებდა და გამოგლეჭდა ადამიანებს ეშმაკს და ეშმაკისგან წამოიყვანდა ამ ადამიანებს და ჩააბარა ეს ანდრია პოლოტოვის მასთან 11 მოწაფეს და მე კიდევ უკვე დაანაჩ სხვა მოწაფეებს 70 მოწაფეს და მე კიდევ გამრავლდა ეს მოწაფეთა რიცხვი დღეს ჩვენ ამ მოწაფეთა რიცხვში ვითვლებით და დაევალა ეკლესიას რომ ადამიანები მოინადიროს და ეშმაკს გამოტაცოს ეს და ანდრიაზე ეწერა წმინდა ანდრია პირველწოდებულზე ეწერა რომ შენ დედა ღვთისმშობელმა თავის წილხდელმაში ქვეყანაში გამოგაგზავნა რომ ეს ხალხი რომელიც წარმართობას იყო და აქვემდებარებული და დამორჩილებული ეს ადამიანები მოექცია და ჯულზე მოიყვანეს ადამიანები გამოისწორებინა ეს ადამიანები და მათთვის ღვთის ცნება ღვთის სწავლება მიეწოდებინა ადამიანებისათვის ადამიანი ბედნიერებას იპოვებს მათ შორის ადამიანი მიდის ქრისტესკენ როცა ის პოულობს ნამდვილ გზას და ამ ადამიანს სანამ ეს ნათია გარდაიცვლებოდა ვიცოდი უკვე მძიმე მდგომარეობაში იყო და ბოლოს თამაში შეხვდი უკვე ძალიან მძიმედ იყო უკვე ბოლოს და ვისაუბრეთ და ეს თერა მეუთხარი რომ მეთქი ნათი მეთქი შენ ემზადები მეთქი ნამდვილი ცხოვრებისთვის მეთქი რა შენ მიდიხარ იქ სადაც მარადიული ცხოვრება სადაც სიცხლის დასასრული არ აქვს მეთქი და ყველაფერი უნდა გააკეთო იმის რომ შენ ამ ცხოვრებისთვის მოემზადო მეთქი ანუ ახსარებით ზიარებით და ღვთისმადლით მართლა ესე წავიდა ახსარებით ზიარებით არანაირი უმადურობა მას ღვთისმადლით არ ქონია რამოდენიმე ერთ-ერთი გოგონა იყო და ჩვენთან მოსულმასაც მძიმე დაავადება დაუდგინეს. ალბათ არის 18-19 წელს ასაკი არ ვიცი, მაგრამ ეს პატარა გოგონა, რომელიც მისვა ნათესაო მომიყვანა, რომ დაავლაპარაკებოდი და როცა მის სენი დაადგინეს, ეს უმძიმე სენი დაადგინა და უცებ გოგონა ეს რამეს მეუნება და ეს რამეს მელაპარაკება, რომ მამაო, ადრეო ესე ვიყავი, რომ სულ თავის მოკლაზე ფიქრობდიო და ძალიან არ მინდოდა ეს ცხოვრებაო. და სულ ვებრძოდიო ნეტაროდის მოკვდები ნეტაროდის არ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ახლა მივხვდიო მამაო რომ ცხოვრება ძალიან მაგარი რამე არისო და ძალიან მინდა რომ ვიცოცხლო და ახლა გავიგეო რომ ისეთი სენი მაქვსო რომ ამ სენი თუ შეიძლება დიდხანს ვერ ვიცოცხლო რაღაც საუბრობდი და აი წარმოგიდგენთ ისეთი სენი შემემთხვაო რომ ვიციო რომ ამ სენი დიდხანს ვერ ვიცოცხლებოდა რა უნდა გავაკეთო მამაო ამისთვისო და ძალიან მინდა რომ ვიცოცხლო იცი როგორ მინდა იმიტომ რომ ახლა ხვდებიო რომ აი ძალიან მაგარი არის ამ ქვეყანაზე ცხოვრება მიწაზე ცხოვრებაო და ხო როგორი ახლა ადამიანს პასუხი გაეცი ახლა დაელაპარაკე ამაზე როცა ადამიანს ესეთ რამეს გეუბნება და დავაფიქრდი რაღაც რამოდენიმე წუთი მე ვთხარი შემართლა გინდა მეთქი რომ იცოცხლო მეთქი ეს სიცოცხლე გინდა მეთქი და კიო ძალიან მინდაო მოდი მეთქი რადგან გინდა მეთქი სიცოცხლე და თუ გინდა რომ იცოცხლო მოდი მეთქი მე და შენ ერთად ვისწავლოთ მეთქი რა არის ნამდვილი სიცოცხლე მეთქი აი მოდი ვისწავლოთ ერთად რომ აი რა არის ნამდვილი სიცოცხლე და ადამიანმა ნამდვილად როგორ უნდა იცოცხლოს მეთქი და მე ვიცი მეთქი ეს გზა მეთქი მე ვიცი ეს ადამიანმა რა ნამდვილად როგორ უნდა იცოცხლოს მეთქი და მოდი მე და შენ ერთად ამას თუ შენ გინდა მეთქი აი თუ გინდა შენ მართლა იცოცხლო მეთქი და თუ გინდა მართლა ცოცხალი იყო და მართლა ცხონდა იმიტომ რომ სიცოცხლე არის ცხონებასთან დაკავშირებული ხო ანუ აი ვინ ცხონდება ხო ვინ ციცოცხლა ვინც აი ნამდვილად იცხოვრა ამ ქვეყანაზე ის ცხონდება არის განსხვავება არის ამ ქვეყანაზე არსებობა ვინც ამ ქვეყანაზე იარსება და არიან ვინც ამ ქვეყანაზე იცოცხლეს არსებობა ადამიანის ისეთი ადამიანი არსებობს რომელიც მარტო ამ ქვეყანაზე არსებობდა ანუ ჭამა ჩაიცვა დაიხურა სამსახურში დადიოდა წავიდა წამოვიდა ნათესავში მაშინ და იარსება რა ამ ქვეყანაზე მის ცხოვრება იყო არსებობა კი შეიძლება რაღაცებით შექმნა სახლიც გააკეთა რაღაცა შეიძლება რაღაცა დაწერა რაღაც ნაწარმოებიც რაღაცა და რაღაცები აკეთა ამ ქვეყანაზე მაგრამ მისი ცხოვრება იყო არსებობა იმიტომ რომ მას ცხონებისთვის არ უცხოვრია
ანუ ადამიანს არ ესმოდა ცხონება არ იყო და გადარჩენა არ იყო. და შენ თუ გინდა მეთქი ეს ყველაფერი და ნამდვილის უცხო თუ გინდა მეთქი, მოდი მეთქი დავიწყო ცხოვრება მეთქი ამ ქვეყანაზე. მოდი მე და შენ ვიცხოვროთ მეთქი, რო ცხონდეთ მეთქი. ერთად, იმიტომ რომ მე თუ შენი მოძღვარი გავხდები მეთქი, მე შენთან ერთად უნდა ცხონდე მეთქი. ან შენთან ერთად უნდა წარწყმდე, ან შენთან ერთად უნდა ცხონდე მეთქი. ამიტომ დამეხმარა მეთქი რომ შენ მე მაცხონო, შენი ცხოვრების წესი და მე კიდევ შენ დაგეხმარები მეთქი. და ამ ბავშვის თვალებში უცებ აი რომ რაღაცა იმედის ნაპერწკალი ამქონდა თავიდან როცა ველაპარაკებოდი, უცებ ბავშვის თვალები გაუნათ და რაღაცა გავაბრძან თვალები და მამაო აი იმედი დაკარგული მქონდა უკვე ყველაფრისო. ახლა ხვდები რისთვის უნდა ვიცოცხლო ამ ქვეყანაზეო. და ახლა უკვე ვიციო ესაო და გეხვეწებიო დამეხმარეო რომ ეს უფრო სწორად გამაგებინო ეს ყველაფერიო. რომ როცა დადგებაო ჩემი ჟამი ამ ქვეყანა გასვლისო რომ მე ეს ყველაფერი კარგად ვიცოდეო. ამიტომ ეს ცხოვრება ნამდვილი ცხოვრება არის ეს. რომ შენ ამისთვის ამზადებ საკუთარ თავს, ეს არ არის იმაზე ქრისტიანობაში ეს ზოგს გონე რომ ციკლზე ფიქრი არის აშინელება. პირიქით ჩვენ სიკვდილის შიში ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ მე ყოველდღე ვფიქრობ სიკვდილზე, იმიტომ რომ როცა ადამიანი ფიქრობს სიკვდილზე, მაშინ იმარჯვება კიდევაც სიკვდილზე. იმიტომ რომ ახლა ჩვენ აღდგომის პერიოდში ვიყოფით, ახლა ამაღლების დღესასწაული მოდის ხუთშაბათს და რა საგალობელს გალობთ, ხო ყველა გალობთ ეს საგალობელს. ქრისტე აღს გამკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამძრგუნველი და საფლავებში შინათა ცხოვრების მინიჭებელი. ანუ ცხოვრება მიანიჭა იმ ადამიანებს, ვინც საფლავებში იყვნენ. ანუ აცხონეს და გადაარჩინა ადამიანები, მოუწოდა მათ და ყველა ადამიანს მოუწოდა ქრისტემ ცხონებისაკენ. ყველა ადამიანმა ქრისტეს მოუწოდა გადარჩენისაკენ. ნებისმიერ ადამიანის, ვინც ამ გზაზე დადგება და ვინც ამ გზას აირჩევს, ის ცხონებისკენ მიდის და გადარჩენისკენ ადამიანი. და ეს წყარო აქვს ეკლესიას. ეკლესიას აქვს ეს წყარო, ეს გადამრჩენელი წყარო და ამ ეკლესიას თუ ადამიანი დაეწაფება, თუ ადამიანი ამ გზაზე მოვა და თუ ადამიანი ამ გზის ცხოვრებას დაიწყებს, აღარც განკითხვის პრობლემა იქნება, გიო. აღარც სხვისი ცხოვრების პრობლემა იქნება. თუ ადამიანი ამ ცხოვრებას დაიწყებს, არ დაიწყებს ცხოვრების გარჩევას, არ დაიწყებს განკითხვის ადამიანებისას, არ დაიწყებს უამრავ ცუდას უკვე გაიმარჯვებ. თუ შენ მიხვდები რომ შენ ხარ ღვთის ხატება და მსგავსებად გაჩენილი ადამიანი, შენ ღმერთმა გაგაჩინა, იმიტომ რომ ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე და არ იარსება ამ ქვეყანაზე და როცა შენ ცხოვრება გინდა ამ ქვეყანაზე, მაშინ ამ ცხოვრება შენ ბოლომდე გამოიყვანებ და იმ წუთებს და წამებს ესე ფუჭად არ დაკარგავ. ვიღაცის ცხოვრების გარჩევაში ამ შენ წუთებს არ დაკარგავ, იმიტომ რომ ისედაც ცოტა დრო გაქვს, ისედაც ჩვენ ადამიანები ხო ჩვენი ცხოვრების სადღაც 70% გძინავს. აი და გამოიენგარიშე დრო თუნდაც. ხო 70% შენ ცხოვრებისა გძინავს. რაც ცხოვრობ ამ ქვეყანაზე 50 წელი ცხოვრობ, რაღაცა სადღაც 25 წელი გძინავს. 25 წელი ცხოვრობ რეალურად. იმ 25 წელსაც 50 წლამდე რო კაცმა იცხოვრა, იმასაც სხვის ცხოვრებით რო გაატარო და სხვის ცხოვრებით რო იცხოვრო, აი რაღაცა აქვს, აი ღმერთმა გაგაჩინა, იცხოვრი რა შენი ცხოვრებით. გამოიყენე შენი ცხოვრება საშენოდ. რო შენ ცხონდე, გადარჩე და ამაში თავისთავად სხვების გადარჩენასაც შეძლებ, სხვების დახმარებასაც შეძლებ და სხვის ცხოვრებაში უკვე თუ ჩაერევი, შენ უკვე სხვანაირად ჩაერევი სხვის ცხოვრებაში. სხვისი დახმარების მიზნით ჩაერევი სხვის ცხოვრებაში და აი ეს მინდა ამ ადამიანს ურჩიო და ამაზე მინდა დაველაპარაკო. სამწუხაროდ ძალიან დიდი ბოდიში რომ ამ კითხვას ვსვავ, მაგრამ თქვენ ხა მოძღვარი ხარ და თქვენი ვალდებულება იყო და რაღაცა, მაგრამ დღეს ერში მამაო ეგრე არ არის. ხა მე სასულიერო პირებში ვიცი და ბევრჯერ დამდგომიან მეც და ყველას გვერდში უდგანა და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და ამისათვისაც არსებობს ეს გადაცემა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მამაო ხდება ხოლმე რომ ადამიანები რომლებიც სიტყვაზე თან გადაჯაჭულნი არიან ერთმანეთზე რაღაცას შეცნომას დაუშვებენ და რაღაც აქამდე რაც ხდება ის აღარ ახსოვს არავის და იმ შეცნომის გამო მე ყველა უარყოფს ხოლმე მას მამაო და რჩებიან ხოლმე საერთოდ მარტო და იმეტებენ ადამიანები ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრი შემთხვევაა რომ აი უმეტესი შემთხვევა საქართველოში ძალიან გული მწყდება, მაგრამ აი ამ თბილ ერში არის რომ მარტოობით და უყურადღებობისგან არიან ადამიანები მკვდრები და გარდაცვლილი. რამდენიც გინდათ მამაო და ყველა ადამიანი თითოეულ ადამიანისთვის სიტყვა რომ შეეშველებინათ, ხო? დღეს შეიძლება ბევრი ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ დღეს სამწუხაროდ როგორი რაღაცა იცით, ერთმანეთზეა საქართველოში ადამიანი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის ესე რომ ჩემი მამიდაშვილის ცოლი ცუდი რო არის ჩემზე რომ მოქმედებს. ეგეთი რაღაცა სხვა ქვეყნებში არ არის. ჩვენთან არის ესეთი გაძარჯული. გვეკუთვნის ჩვენ ერთმანეთი, რაღაცა ადამიანები ერთმანეთს ვაცხონებთ აქ ხო? მაგრამ ჩვენ კიდე ესე ვართ ხოლმე ვიღაცა რო ცუდი არ გვინდა და კარგი როა, მაშინ ყველა მივდივართ და ამ დროს ღმერთი პირიქით გვეუბნება რომ ცოდოა, ცუდია და მიდი დაეხმარე, გამოაკეთე და ასე შემდეგ. რატო ჭირს ეს ამ თბილ ქართველებს, საქართველოში მცხოვრებ ხალხს მამო? აი ამ ღვთისმშობლის წილხვეთ ქვეყანას რატო ჭირს ეს რომ გაუჭირე ხა ამ ბოლო ხანებში 1-2 შემთხვევა მოუვიდა ჩემ მეგობრებს და მაგალითებს ჩემთვის ძალიან დიდს და საერთოდ მარტო დარჩნენ მამაო იმ ადამიანებს რომელსაც
აქამდე აი წეგან საუბრობდით კიდევ თქვენ მიხვდებით ხო არ მინდა ეხა ის დავასახელო ის შემთხვევა და დარჩა მარტო ფაქტიურად საერთოდ ეს სასულიერო პირია და ის საერთოდ რაღაც სასულიერო პირია არა ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა მაგას აბსოლუტურად რაღაცა ჯერ არ მოსული არაფერი მაგრამ რომც მოსულო და წარმოგიდგენთ დარჩა მარტო და ძალიან საშიშია ეს მდგომარეობა იმიტომ რომ ყველა უარყოფს მამაო 10 კარგი რო გააკეთე დღეს ერთი გადაცემა რო ჩამივარდეს ხო ხვალო ჩამივარდეს ზეგ ხო მეშინია იმის რომ სიტყვაზე გამოვიდე და მე ის რომელიც სიტყვაზე დღეს კარგად უყურებს ამ გადაცემას ხვალე შეიძლება საერთოდ ზედა შემეხვდეს ამ გადაცემას კი ეს ჩემთვის სტიმულია იმისა რომ კარგად წავიყვანო მაგრამ ну აი ღვთისწყალობით ეხა თქვენ დიახ თუ შეიძლება იმამო აი ის არის საშიშია ძალიან აი საქართველოში ზუსტად 5 წუთი ხარ კარგი და დანარჩენი ერთი შეცდომის გამო შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ცუდი და იყო მარტო და იმ ადამიანის მდგომარეობაში არავინ არ შედის მამო ისე როგორც თქვენ წეღან ახსენეთ რომ შეხვედით იმის მდგომარეობაში და მე ვიცი ამდენ 1000 ადამიანს აძლევთ ნუგეშ ეხა თქვენ მოძღვარი ხართ მაგრამ ზოგს სულ არ ყავს მოძღვარი ან რაღაცა ისეთი პრობლემა აქვს ბოდიში და ცოტა ისეთი საკითხი შევიდეთ დიახ სწორედაც კითხვა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კითხვა თუნდაც ბევრჯერ მიფიქრი ამ თემას დაკავშირებით და ძალიან ესეთი არის ეს აი წარმოიდგინეთ აი ეს არის ადამიანური დამოკიდებულება როცა ქრისტიანი ხარ ამისთვის ადახარ იმიტომ რომ იცი რომ ეს ესე იქნება იმიტომ რომ სახარებაში წერია კიდევაც მაცხოვარიც კი წარმოიდგინე როდესაც წავიდა გეცემანის ბაღში და უნდა რომ იცოდა რომ ის ჯვარცმა იყო და ჯვარცმას ელოდებოდა სამი მოწაფე წაიყვან გახსოვს მაგალითი და ვერ მაცხოვართან ერთად ვერ იფხიზლეს ეგრევე ჩაეწინათ მიბრუნდა ორჯერ მათთან ისევ ჩაწინებულები დახვდა ანუ ვერ იტვირთ ეს მაცხოვარი მათაც ბოლომდე ანუ არის ადამიანი როცა ადამიანი თვითონ ვარდება ამაში ანუ შენ შეიძლება დაგემართოს ადამიანის ცუდი გაიგო და შენ შეიძლება განეკითხო და მე ამის გამო ძალიან გული დაწყს ადამიანი განეკითხე რაც შეეხება მეორე მხარეს ის რაც ჩვენ ყველა საშინელი გვაქვს და ყველა ერთი შეცდომის გამო ადამიანს თქოლავთ და არაფერს აღარ ვარჩენთ ხოლმე ადამიანს არ აქვს უშუალოდ ეს მოძღვარი იქნება ერისკაცი იქნება თუ რაღაცა ადამიანმა 1000 სიკეთე რო გააკეთოს 1000 ჯერ რო გადაყვეს ადამიანი ერთი რამ პრობლემა შეიქმნება და ამ პრობლემაზე გადაავლიან და გადათელავენ ამ ადამიანს არაფერს არ პატიობენ მეც მქონია შემთხვევები რომ ადამიანს ეხმარები თუნდაც რაღაც ფინანსურად ეხმარები და ერთხელ რო არ დაეხმარო იმას არ ახსოვს ამდენჯერ დაეხმარე ვიცი უკვე ხო აი უკვე არის შენი ისა წარმოიდგინე ერთხელ რო არ დაეხმარო ამ დროს ერთი 1000 ჯერ ხარ 1000 ჯერ დაეხმარე ამ ადამიანს ერთხელაც რო არ დაეხმარო უკვე ამ ადამიანს უკვე შენს მიმართ აქვს რაღაცა ის ანუ ვეღარ იღებს უკვე ამას რა ადამიანს უკეთებს სიკეთეს და იმ სიკეთეს იმ წუთშივე ვიწყს ადამიანი და ცუდი შემთხვევაში წარმოდია თუ რამე შეგეშალა ადამიანს ხო იმაზე გადაგთელავენ და გადაგიონ და ყველაფერი ავიწყებთ მანამდე როგორ ცხოვრობდი რას აკეთებდი რამდენ ადამიანს დაეხმარე რამდენ ადამიანს შეეწიე რამდენ ადამიანს ცხოვრება გამოასწორე ეს ყველას იმ წუთშივე შეიძლება 90% ავიწყდება ეს და შეიძლება რამოდენიმე ადამიანი დარჩეს ვისაც მართლა უყვარხარ და ვინც მართლა ლოცულო შენზე ერთი ის მინდა პატერიკი მოყვა მასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მოძღვარი იყო რომელიც რეგიონში იყო ძალიან ცნობილი მოძღვარი და ძალიან ბევრი ადამიანი ამ მოძღვრის გამო დადიოდა წირვაზე 1000-ობით ადამიანი ესწრებოდა ამ ადამიანის წირვას იმდენად ძლიერი იყო ეს მოძღვარი კარგი მქადაგებელი კარგი მლოცველი კარგი მოღვაწე დადიოდა სულ მოღვაწეობდა და ტაძარი იყო გადავსებული ამ ადამიანის სახურების დროს ერთხელ გააკეთა ესე ამ მოძღვარმა რომ როცა დიდი მარხვა იყო დიდი მარხვის ბოლო კვირას ერთ სახურებაზე გამოიტანა ტაძრის კარიბჭეში დაჯდა დაიდო ხორცი დადო ეს მსახვის საჭმელი არასამარხო საჭმელი დაილაგა და როცა ეს ხალხი წირვაზე მოდიოდა კვირის წირვაზე რომ მოდიოდა ეს ხალხი თვითონ ამ ხორჭამდე ანუ ხალხი უყურებდა რომ წირვაზე ხალხი შემოდიოდა მრევლი დასწრებოდა წირვაზე ეს ტაძრის კარიბჭეში იჯდა და ჭამდა ეს ხორცი დადებული რაღაცა ამ საჭმელს ჭამდა ხორცზე მრევლმა დაინახა რომ ეს მოძღვარი რომელიც ესე ნაკები ესე პატივდებული ხალხისგან ყველასგან შეყვარებული ყველასგან ესე უცებ ეს მრევლი დაიშალა რამოდენიმე ერთი ნახევარი გაჩერდა ეს მოძღვარი ესე ამ მდგომარეობაში ამას ჭამდა რაღაც ზოგრი და შეbrunდა ტაძარში ტაძარი რომელიც გადავსებული იყო და გარეთაც კი ხალხი იდგა მის წირვაზე და ტაძარში დარჩა მარტო ამდენი ხალხი დარჩა მარტო 10 კაცი ტაძარში ამ დროს ყველა წირვაზე გადაჭედილი იყო ტაძარი ხოლმე მისახურებაზე 10 კაცი იდგა ტაძარში და ეს 10 კაცი რას აკეთებდა იყო ტაძარში ხათან დაჩოქილი ესეთი ადამიანი და ებედრებოდნენ ღმერთს ღმერთო გეხვეწებიო შეიწყალეო ჩვენი მოძღვარიო რაღაცა ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარო დაეცაო ჩვენი მოძღვარიო სულიერო და დაეხმარეო რამდენი სიკეთე აქვს მასო ჩვენთვის გაკეთებულიო რამდენჯერ დაგხმარებიო ჩვენო და გეხვეწები შენ შეეწიო ამ 1000 კაციდან მხოლოდ 10 კაცი დარჩა ვინც ეს ვედრება შეძლო თავის და შევიდა და
თქვენ ყოფილ ხართ ნამდვილი ჩემი სულიერიშვილები, არც ერთი ჩემი სულიერიშვილი არ ყოფილაო. თუ როგორც კი გამიჭირდაო, არავინ მე სპეციალურად ჩავატარებს, მაინტერესა და რა შედეგი ექნებოდა ამას. ყველა მეგრევე ხელი კრა. ეხლა იმ ადამიანებს ამდენს დაეხმარა, ამდენ ადამიანს ექნებოდა ის უთხარი დახმარებული, რამდენი ადამიანი შეეწეოდა, რამდენი ადამიანი გადარჩენილი ყოლებოდა, ვინც მიატოვა იმ დროს და ვინც მისთვის არ ელოცა. არის ძალიან ბევრი შემთხვევა ისეთი, რომ როგორც კი რამე შეეშლება, ადამიანები ეგრევე ჩაქოლავენ, ეგრევე ქვასესრიან, ყველა ივიწყებს იმას, რომ მანამდე მე რა მაქვს შენთვის გაკეთებული, მე შერითი დაგეხმარე, მე შერითი შეგეწიე, ადამიანი ამას ივიწყებს უცებ. და აქედან ჩანს შენი მდგომარეობა, შენი პიროვნება ჩანს. ანუ შენ მოწყართა რის გამო ხარ მისული, რატო ხარ მისული, თუნდაც ადამიანთან არის რამდენი შემთხვევა მაგის, რომ ადამიანი რაღაც თანამდებობაც ყოფილა, დიდი ფული ქონე და მოკლედ მის სახში ხალხი არ ელეოდა. და სტუმრებით იმით უსავსე და 1000 კაცი იყო მასა სახში და ყველა დახმარებაზე და ყველა აქებდა, ადიდებდა, დაკარგა თანამდებობა, დაკარგა ფული და დაკარგა ეს ხალხიც. და არავინ მის გვერდზე აღარ დარჩენილა. ეს არის ადამიანის ბუნება, ეს არის ადამიანი თუ რატომ უყევს თავიდანაც რატო დავიწყე საუბარი ამ ქრისტიანობაზე და ამაზე. თუ ადამიანი საკუთარ თავზე არ შრომობს და თუ შენ სწორად არიზდები, თუნდაც ეკლესიაში მე ხშირად მეთქვა, შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დაადიოდეს, ეკლესიაში სწორად ეკლესიურობა არ გამოიხატება არანაირად. ეკლესიური ხარ მაშინ შენ და მაშინ ხარ ნამდვილი მორწმუნე, როდესაც აქ გონებაში და გულში ყავს ნამდვილად ღმერთი. როცა ადამიანს ბოლომდე გესმის ეს ყველაფერი, როცა ბოლომდე შრომობ ამაზე, ყოველშემთხვევაში ცდილობ მაინც რომ ესეთი იყო, შეიძლება გეშლებოდე, შეიძლება შეთანხმება შადიოდე, რაღაც ჯერ კიდევ გეშლებოდეს ადამიანი ხარ და ამ ხორცზე ჯერ ესე გამარჯვება, ეს მარტივი არა, წმინდანების წლები ჭირდებოდა, მარიამ ეგვიპტელი 17 წელი ებრძოდა ევნებას. 17 წელი იბრძოლა საკუთარ თავთან, რომ მე რაღაცა სიმაღლეზე მიიღწია. ესე ადამიანიც დღეს მოვედი მე ეკლესიაში შევწებ გამოსტორდი, ეგეთ რამე გამორიცხო ზოგჯერ ითხოვენ ხოლმე, შეთან მოდიან ხოლმე ადამიანები და მეკითხებიან, მამო, ეკლესიაში და ესე რატო იქცევა? თუ დადის ეკლესიაში ესე რატო იქცევა? ბიჭო, როგორ უნდა მოიქცე ჯერ, ესე რო არ მოიქცეს გამიკვირდება, ანუ შეცდომა რო არ დაუშვეს, ის გამიკვირდება ჯერ. იმიტომ რომ ჯერ არა ის სიმაღლეზე ცოდობებზე ყველაზე გაიმარჯოს. უცებ ახლა მოვიდა ეკლესიაში, ერთი ახსარება ჩააბარა ადამიანმა ერთხელ ეზიარ და მოჩე წმინდანი გახდა. მაშინ აბა ღვაწლი სად არის ადამიანს? ამას წლები ჭირდება ადამიანს სიმაღლეს მიაღწიოს. მეც ჯერ კიდევ რავი, რამდენი ხანი უკვე ეკლესიაში 96 წლიდან 96 წელს ჩავაბარე სემინარიაში. წესით ახლა უნდა ვიყო რა სიმაღლე რამდენი წელი ეკლესიაში დავდი, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი მაკლია. თუნდაც ხუთლობამდეც ბევრი მაკლია, რომ ისეთი მღვდელი ვიყო, რასაც მართლა მღვდელი ქვია, სასრულო პირი ქვია, მართლა ზრუნვა ქვია, დღესაც ფიქრობდი, ახლა როცა ნათიას ახლა პანაშიც ვხვდიდი, ხო? მე რო ვფიქრობდი, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო მისთვის. დღეს ახლა პანაშიც ვფიქრობდი ამას. ხო შემეძლო უფრო ხშირად მისულიყავი, უფრო ხშირად მეზიარებინა. მაგრამ რაღაცა კი გადატვირთული რეი, მაგრამ ხო შემეძლო უფრო მეტი გამეკეთებინა, უფრო მეტად კიდევ გამეკეთება, ვერ გავაკეთე რაღაცა, ჩემ პრობლემაც არის ეს. მე უფრო და უფრო სწავლობ ამას, ამ ტკივილით, ამ ყველაფრით რაღაცებს სწავლობ, რომ კიდევ უფრო სხვანაირად შეგიძლია მოძღვარმა იცხოვრო, კიდევ უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შეგიძლია, კიდევ უფრო მეტი მოღვაწეობა შეგიძლია, რომ იმ დღეს ვფიქრობდი, ჩემ დღეში მოვიდოდი, რომ ზოგჯერ მეთქი ალბათ მოძღვარი საერთოდ ვეღარ უნდა იწინებდეს მეთქი რა, იმდენი საქმეა, მაგრამ ადამიანი ხარ, ხორცში ხარ და ვერ ერევი საკუთარ თავს და რაღაცა ფიზიკურადაც ესე ხარ და ვერც ასწრებ რაღაცებს. ამდენი საშრომედა ხარ. ერის კაციც რო ხარ, ადამიანიც რო ხარ, ხო, შენ ძალიან ბევრი უნდა იშრომ ამაზე, რომ წარმო დაინახე ადამიანამ განსაცდელში. რატო უნდა ესროლო, ხო? შეეშალა ერთხელ, შენ რომ მოყევი, ხო? ამდენი გადაცემა მიყავს, ხო, ერთხელ შეგეშევა და ამის გამო შეიძლება დაგაყენო მთელი ყველაფერი, ხო? რატო გაიხსენე? თუნდაც ამ გადაცემით რამდენი ადამიანს სიკეთე ყოფა. თუნდაც ახლა შენი გადაცემა ჩემთვის ამდენს დაურეკავს. რამდენი მოვიდა ეკლესიაში, რამდენი მახსარება ჩაამბარა, რამდენი ადამიანის ცხოვრება გამოიცვალა, ხო? თუნდაც ერთი კაცი რო გადარჩენილიყო ახლა ამ გადაცემით. ერთი კაცი რომ მოვიდეს ეკლესიაში. ესეც ხო რაღაცა შედეგია უკვე ამ გადაცემისა. ერთი კაცი რო გადარჩეს, ერთი ადამიანი ახლა დღეს რო დააფიქრდა, ახლა ვიღაცა გვისმენს, ხო? ვიღაცა უყურებს ახლა ამ გადაცემას, გაზაუსმენს და უცებ დააფიქრდა ახლა იმაზე, რომ ნახე, მარხვა არ შემინახავს ცხოვრებაში, არ მარხულობ. მოძღვართან არ მივედი, რა არის ახლა ჩემი ცხოვრება? რა არის ჩემი ცხოვრება? ამ ჩემს სულ საკვებს არ ვაძლევ. ვიღაცა შეიძლება ახლა გადაცემას უყურებს და შეიძლება ფიქრობს ახლა ამაზე, რომ ჩემი სული დავტოვეს საკვების გარეშე, ახსარების გარეშე, წარმოიდგინე ლოცვის გარეშე, კვირას წირვას არ ვესწრები, რას ვაკეთებ? კვირას დილით ერთი დღე დამიწესა ღმერთმა, რომ მადიდე რაღაც ეს დრო გამონახე ჩემთვის 6 დღე შენ იყოს, ერთი დღე მე დამითმე და შეიძლება ამ დროს ამ დროს მე არ ვიყენებ საფრთხოდ, რას ვაკეთებ ამ დროს? შეიძლება ვიღაცა დააფიქრდეს ახლა დღევანდელ დღეს და დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ მოდი დავიწყებ, მოდი ახსარებას ვიტყვი, მოძღვარს მოვძებნი, ტაძარში მივალ, მსახურებას დავესწრები, წირვას დავესწრები, ვიფიქრებ ამ სულის უკვდავებაზე. თუ სადღაც ხო ვიცი რომ გარდავიცვლები უეჭველად. ეს ჩემი სული და სხეული ერთმანეთს გაეყრება. დადგება დრო, დამიდგება ჟამი ამისა, რომ ჩემი სული და სხეული ერთმანეთს გაეყრება. მზად ვარ ამისთვის? მზად ვარ ღმერთთან წარსადგონა? ღმერთთან რო წარდგები, აბა როგორი ვიქნები?
ნუ თუ ამისთვის ზადა ვარ და უცებ რომ დააფიქრდება მიხვდება რომ ზად არ არის ღმერთს რო შეხვდეს არ არის იმიტომ რომ მას ღვთისმსებნები ესე არ დაუცავს მას ის არ გაუკეთებია ეს ღმერთმა რაც მოუწოდა რამდენი ადამიანის სახარება წაკითხული არ აქვს არც იცის ქრისტემ რა თქვა არის ამ დროს შეიძლება მაინრედი წაიკითხა ჯეკ ლონდონი წაიკითხა ამ დროს შეიძლება რილკე წაიკითხა რაღაცა მწერლები არ ვიცი უამრავი შექსპირი ბალზაკი რაღაცა წაკითხული აქვს და ამ დროს ამ ხელაწიგნია სახარება და ეს წაკითხული არ აქვს ეპისტოლეები შეიძლება წაკითხული არ ქონდეს არ იცოდე ქრისტეს სხვა და ამაზე ესე საუბრობდეს რამდენი ადამიანი და შეიძლება ახლა დღეს ამ გადაცემას ვიღაცა რო უყურებს შეიძლება გაუჩნდეს დღეს აზრი იმისა რომ მოდი წავიკითხავ ამ სახარებას მოდი გავეცნობი ამას აი ქრისტემ რა თქვა მოდი მოძებნი არა მოხსახში შევიძენ ამ სახარებას ან ვითხოვ ვიღაცისგან და წავიკითხავ მოდი გავარკვევ ამას ანუ და ახლა რატომ მოყევი ახლა ეს ყველაფერი ადამიანი შეიძლება ამან გადადის გაუჩინოს და მე ვიღაცა ახლა დღეს ეს აზრი გაუჩნდა დღეს ესაა ხო და მე რაღაცა რო შეგეშალ შენ ამის გამო რო ჩაქოლონ ახლა აი ესევე რამდენი სასულიერო პირი ვიცი მართლა რაღაცა შეშლია სასულიერო პირებს მეც შემშლია ხო შეიძლება ჩემი შეცდომა შეიძლება ადამიანს არ გაუგია და რაღაც არ ვქოლავენ ამის გამო რაღაცა ძალიან ბევრი ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ და კითხოთ თუ შეიძლება რომ იცით რა არის აი ეს ადამიანები გარემოცვა გიშლის ხელს რომ იყო ნახტი აი ის რო იყო აი სასულიერო პირი თინდაც აი ხო შეუულია რომ აი ბევრი სასულიერო პირი აი რომელსაც უნდა რომ გამოვიდეს და თქვა ასო სიტყვაზე მე ეს მაწუხებს ვერ იტყვის მამაო და იცი ვინ შეუშლის ხელს ვინც თვითონ სადღაც პატიებას თხოვლობს და უნდა რომ ეპატიოს ყველაფერი ის ადამიანები ისევ ჩაქოლავენ იმ მოძღვარს რამე რო დაემართება მამაო რა აი ხო შეიძლება რომ იმ მოძღვარმა გითხას რომ ის ადამიანია და იცი არის მე ეს მჭირს აი გუშინ სიტყვაზე ეს ცოდა ჩავიდინე მარხვა დამერღვა სიტყვაზე ვერ იტყვი ანუ არა მარტო მოძღვარზე ისედაც სხვაგანაც საზოგადოებაში ვერ იტყვი მუშაობ შეიძლება 20 წელი ერთად მოდიოდეს გაიგებენ რაღაცა შეგეშალა და მორჩა და ამის გამო ადამიანს უწევს აფერისტობა და ტყუილში ცხოვრება გამოდის და ნუ გაჯერებს არა კაი ბიჭი ვარ რასამობ აი გადასარევი და ასე შემდეგ ვერ გეუნება აი ხო შეიძლება რომ გიჭიდეს მამაო და მაგინდა ერთი რომ იცი რა არის აი მე ესე მიჭირს და მე შეიძლება აი პურის გამო ეს გავაკეთე ჩემი შვილი ვერ იტყვის მამაო იმიტომ რომ ის ადამიანები ჩაქოლავენ მამაო ვისაც 1000 ჯერ აქვს გაკეთებული მაგრამ ეს რო გადაფარონ ამას აი ნახე რა გააკეთა აი ეს მომენტი როგორ აი იმიტომ უამრავ სახშიც უნდა ეს პრობლემა რომ ზოგი მშობელს უნდა რომ შვილს უნდა რომ მშობელს უცხოს რომ ეს დავაშავე და ვერ აპატიებს მამა უცხოზე საერთოდ საუბარი ზედმეტია ოჯახის წევრები არ პატიობენ ერთმანეთს მაპატიეთ ნერვიულობის და პირი დამიშა აი თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით გეხვეწებით იმიტომ რომ ძალიან მთელი ერი არის აფერისტობაში თამაშობენ იმას რომ არიან ძალიან კარგები აი ვერ ითამაშებს ხვანაერთ რო თქვა რომ აი მე ცოდვილი ვარ გამოიხედები და პირობითათაც რო თქვა რომც არისო არავინ აღარ დაგჭება აი თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით რა უნდა ქნას ადამიანო ბოდიში და თქვენ წეგანის გააგზელეთ თუ როგორ რაღაც ეცე თუნდაც ახლა არის რაღაცები ეხმერთება ყველაფერი ციშენზე ესედაც აი ჩვენ ერთი ადამიანი მეუბნებოდა რომ აი რაღაცნაირად აი რო დამალო ეს ცოდვა რაღაცა რო არ თქვა რაღაც არის ცოდვები რომელსაც ვერ იტყვი და რატო ვერ იტყვი იმიტომ რომ უფრთხილდების საზოგადოებაც ვაფრთხილებ ხოლმე და ცოლქმარი ჯვარი დაიწერეს ვეუბნები რომ ყველაფერი ერთმანეთს არ უნდა უთხრათ ეს მე ხშირად მეთქვამს ეს ქორწინებისთვისაც ვეუბნები ჯუსტად იმიტომ რომ ის რისი დატევა ჩვენ შეგილია და რა ჯურის წვრთვა ჩვენ შეგილია ემას შეიძლება ეს ვერ იტვირთოს ანუ ყველაფრის თქმა შემთხვევაში სიმართლე არ არის ეს მაგს უნდა რომ ზოგჯერ ყველაფერი გათქმევინო ზოგჯერ ცოდვას გადენებს იმიტომ რომ შენ ეს თქვა და მე პრობლემები შეიქმნა საერთოდ აი ოჯახთან დაკავშირებით ცოლქმარია ხო ზოგჯერ მაგათ აი მოიტანა ცოლზე რაღაცა ფიქრიან აზრი მოვიდა ცოლს რაღაც არაწმინდა რაღაც ისეთი რაც აი რაც თვითონაც რწხვენია ამის ამიტომ ადამიანი მოძღვართან ამოფახსარებას და აღიარებ მოძღვარსაც შენი თილჩევა აქედან გამომდინარე ხო რაღაცა და ეს ყველაფერი რო თქვა შენ შეგილია აი შენ იგივე რო გითხარ შეიძლება შენ ეს დაიტიო და შენ ამის გამო შეიძლება მას თქვა არ ესრულო და არ გაბრაზდე და შენ ის მეორე ადამიანს უთხრა შეიძლება მის ვერ დაიტიოს რისი დატევა შენ შეგიძლია ის ხომ შეიძლება ვერ დაიტიოს ამიტომ ეს ყველაფრის თქმა სწორი არ არის ეკლესია არ ამბობს რომ ყველაფერი პირდაპირ თქვა რასაც ფიქრობ არ როგორც ფიქრობ არის რაღაცები ადამიანთან მოვდივარ და გეუნები რაღაც შენდობას და გეუნებ პრობლემასაც გითხარი ესეც არის და სწორი არის ეს ადამიანს უთხრა მაგრამ არის რაღაცები რითმაც არ შეიძლება და მოწყობიც აფრთხილებენ ამას ამიტომ რომ ადამიანს მოძღვარი ყავს მოძღვარს ეკითხება რჩევას მე მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა რომ ადამიანს უთქვამს ახლა ეს არ არის აღსარების გაცემა არც ისა რომ აი მე მქონდა შემთხვევა ესეთი ერთხელ მრევლში რომ ამას ვერავინ ესა როცა ფაქტს ყვები რაღაც ისტორიას ყვები ესე არავინ არის ვიზე ლაპარაკი ქონდა შემთხვევა რომ ადამიანი მოდის და გეუნება რომ მაგალითად აი სანამ გათხოვდებოდა სხვა ადამიანთან ქონდა ურთიერთობა და ვერ გამომხილა მან მაგალითად აი და ბევრი შემთხვევა მქონია ეგეთი ვერ გამომხილა თავის მეუღლეს ეს მანამდე ანუ ჯერ შეყარებულები იყვნენ ვერ უთხრა მე რო უკვე ისე გასერიოზულდა ეს ამბავი და უკვე ცოლქრობამდე მიდგა საქმე ვერ გაამხილა ეს
და რაღაცა მე გაყვა ამ ადამიანს, მაგრამ არც არაფერი არ უმაიმუნი ამ გოგოს, მაგრამ ისე მოხდა რომ როგორც ქალწული ისე ჩავარდა, რაღაც ისე მოხდა რომ აი რაღაცა ღმერთის სიმით ეს ამი დაიშვა და მე რო თქვენ ადამიანს აი მამო არ მასვინებს სინდისი და მინდა რომ ეს ჩემი უღლას უთხრა. არ უთხრეს. და მე ერთხელ მაშინ არ ვიყავ, მაშინ ახალი ნაკურთხ მოდელი ვიყავი, არ ვიცოდი და მეთქი მე პასუხი ჯერ ვერ გეტყვი მეთქი, იმიტომ მე არ მქონდა ამის გამოსწრება, როგორ დავლაპარაკებო და ჩემზე გამოსწრებს კითხავ მეთქი. მე ვკითხე პატრიარქს ეს. და პატრიარქს კითხე რომ თქვენ უწოდესო აი ესე მეუნება ადამიანი და ძალიან აწუხებს სინდისი და აპირებს ეს ყველაფერი უთხრას მეთქი და რა ვქნათ მეთქი. უთხრას თუ არ პატრიარქმა არ უნდა უთხრას ეს იმიტომ რომ ეშმაკმა ეს ყველაფერი იმიტომ დაუშვა და რა თქმა ვინაურო დღეს ახლა ოჯახი დაინგრესო. ანუ არის რაღაცეები რაც არ უნდა თქვა. იმიტომ კი რაღაც ამიტომაც ამ შეიძლება მოწყორთ ახლა ბევრი ახლა ამას რომ სხვანაირად შეიძლება გაიგოს ახლა ვიღაცა რომ აი როგორ უნდა დამალო რაღაც ამ ხელა ტყულში უნდა აცხოვრო ადამიანი რაღაცა არის ძალიან ბევრი შეცდომა რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს ან ეშმაკის დაშვებით ან თვითონ თავისინებითაც რაღაცა ცუდაში ჩავარდს ადამიანი რაღაცეების თქმა აუცილებელია და უნდა უთხრა ადამიანს ახლა მაგდრე მე რო შენზე ცუდად ვიფიქრო რაღაცის მოგიქცე ხო უნდა გითხრა რომ თუ შენდობას გთხოვ უნდა გითხრა რატო გთხოვ შენდობას და უნდა განგიმარტო იცი გიორგი მე შენზე ესე ვიფიქრე ესე მოგიქეცი და მაპატიერა რომ ეგეთი რამე შემეშალა შენ დაკავშირებით ეგ ამაზე დაგელაპარაკო აუცილებლად არის რაღაცები რის თქმაც არ შეიძლება არანაირად ანუ ყველაფრის თქმა სწორი არ არის გიორგი არანაირად ყველაფრის იმიტომ რომ ისეთ მინდა გავიმეორო ჩემს ის თვითონ შეგიძლია შეიძლება სხვა მის თვირთი ვერ აიყოს და ვერ თვითონ თვირთი და ამით შეიძლება ეს პირიქით აამძი მოკიდებაც და ეშმაკმა ამით თავის შედეგი მიიღოს უკვე და გაიხაროს ეშმაკმა იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ ჩაგადენა ეს რომ შენ ეს ყველაფერი ესე გეთქვა და ეს ყველაფერი იმიტომ რომ აქვს ეს ცოდვას ეს თვისება და მინდა ეს ადამიანები ვინც გვინდა ბრევლის წევისინც გავაფრთხილო რომ ამიტომა ჯობია დაალაპარაკოთ მოწყორთან გაარკვიოთ ეს რომ აი რა შეიძლება თქვა და რა შეიძლება არ თქვა და რისი თქმა შეიძლება და რისი თქმა არ შეიძლება ადამიანთან და არ შეიძლება ეს ყველაფრის ლაპარაკი ყველაფრის თქმა არ შეიძლება ადამიანი დღეს ზუსტად ეს გონია თავისუფლება ადამიანებს დღეს ანუ რაც მინდა ეს გავაკეთო თავისუფლება აღარ არის თავისუფლება არის როცა მე ჩემი თავის მართვა შემიძლია როცა მე რაც სწორია იმას ვაკეთებ ანუ სწორს ვაკეთებ ანუ რაც არასწორი იმას არ გავაკეთებ არანაირად რაც სწორია ზუსტად ეს მოვიქცევ და იმას გავაკეთებ დიახ ძალიან დიდი ბოდიში მამო წუთი დარჩა ბოლო და თუ შეიძლება ზოგი ადამიანი არის რომ მოძღვარსაც ვერ ენდობა ამ საკითხში ანუ ვერ ენდობა ბჭყალებში ანუ არის რა ეხლა ზოგი ეხლა ბიძაშვილს აბარებს მოძღვარს ახსარებას და ვერ ეტყვის და აი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას უცბად თუ შეიძლება ეს რჩევა სიტყვა ან ქმრის ბიძაშვილს ხო ვერ ეტყვი ხარ რომ შენ ამიტომ აი რაღაცა ბრძოლა აქვს აი თუ შეიძლება მოძღვარში რჩევა ხდება ხოლმე ამიტომ შეუძლიათ რომ უცხოსთან ჩააბარო საოცრად მაგრამ რა მომიტე ესე მოძღვარს ირჩევს შენით ანუ მგდელი მრევლს არ ირჩევს მრევლი ირჩევს მოძღვარს მოძღვრის გამოსვლას თუ მე ვხედავ რომ ჩემ მოძღვართან ვეღარ ვიხსნები და უკვე ვეღარ ვამბობ რაღაცაში ჩავიკეთე ჩემ მოძღვართან აუცილებელია მაშინ მოძღვარი ვნახო მოძღვარი რას ნიშნავს ხო წერია ხსარების უცხოში პირდაპირ წერია რომ არც დაფაროო ჩემგან ცირედი რაიმეო არც დამალო არც შიშისთვისო და არც სირცხვილისთვის იმიტომ რომ თუ რამე დაფარეო ჩემგანო ცირედიო რაც კი გიქნიაო ხო გაგიხდეს რომ რჩობული ცოდვა ანუ ორჯერ მეტი გაგიხდეს ეს ცოდვა თუ ამას დავემფარაო რამეს იმიტომ რომ ღმერთის წინაშე აბარებ შენ ამახსარებას და შენ ჩემთან უნდა გაიხსნა შენ შედა ყველაფერი უნდა თქვა ამიტომ თუ ხედავ რომ მოძღვართან ვერ იხსნები ჯობია რომ მაშინ მოძღვარია ერჩი და ისვისთანაც შენ გაიხსნები მასთან ეს ყველაფერი ლაპარაკო და იმ მოძღვარსაც აუხსნა რომ იცი აი მამაო ძალიან დიდი ბუდიში მაგრამ რაღაცის ჩავიკეთე ვეღარ ვაკეთებ ამას და მოძღვარიც გაუგებს ახლა ჩემგან რო ადამიანი გადავიდეს მე ხვდები რატო გადავიდა ადამიანი და პირიქით მესმის კიდევაც იმიტომ რომ თავარი რა მოძღვარს სწორ ადამიანი ცხონდეს და სადაც ცხონდება ადამიანი იქ უნდა იყოს და მოძღვართან უნდა იყოს და ხო უღრმესმელო მამაო სამწუხაროდ დრო გამოგვეპარა და რა ვიცი აი ბედნიერება და სიხაუზგისო ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ ძალიან ბევრი მომწერეს თქვენ შესახებ და მადლობელია ხალხი და მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ვინც ვერ უყურეთ ხვალ დილის 7:30-ისთვის აუცილებლად განმეორებით იქნება მე კი გემშვიდობებით სამშაბათამდე დაგემოვნებით სამშაბათ საღამოს 9:30-ზე მე გახდით გიორგი დარასელია ჩემი სტუმარი გახდათ მამა შალვა კეკელია უღრმეს მადლობას მოგახსენებ მამო და კიდევ ერთხელ დაგლოცეთ და გაგეხაროთ ღმერთმა დაგლოცეთ და გილოცოთ ყველა სამაღლების დღესასწაულს და ღმერთმა აამაღლოს ჩვენერი და გადაარჩინოს ღმერთმა გაიხარეთ მამო ძალიან დიდი მადლობა და კარგად ზანდებოდეთ წარმატებებს გისურვებთ დროებით